მოგესალმებით. თემო კუჭაძის თხოვნით გასწავლით MyVideo-დან ვიდეოს გადმოწერას. ვირჩევთ სასურველ ვიდეოს, დავაწვევი ლინკს. დაველოდებით რეკლამის გასვლას და ველოდებით ვიდეოს ჩატვირთვას. აგერ ვიდეო დაიწყო. ვაყენებთ პაუზაზე და ვუყურებთ აი ამ ხრახს. აქ არის ორი ხარისხი 720 და 360. შემდეგ ვაწვევით ღილაკებს Ctrl და U. გამოდის ასეთი wipe source, ცალკე ტაბში იხსნება. ვაწვევით Ctrl F-ს და ვწერთ შიგნით MP4. ვაწვევით Enter-ს. პირველი MP4 ეგრე ხედავთ ნახულია, ვტოვებთ, ანუ meta properties ვტოვებთ, მივდივართ დაბლა. ფაილში რაც არის ეგრე script, JavaScript-ში იმასაც გამოვტოვებთ, კიდე დაბლა მივდივართ. აი აქ. ჩვენ გქონდა ესე იგი 720 და 360. 720 რა თქმა უნდა უფრო კარგი ხარისხია, თქვენ რომელი ხარისხი წმინდათ, ის შეგიძლიათ გადმოწეროთ. ამისათვის აი აქ. აგერა წერია version 720p 360p. და არის ლინკი. პირველი ლინკი არის 720p, მეორე ლინკი არის 360p. მე დავიწყებ 720p-იანი ხარისხის ვიდეოს გადმოწერას. ვირჩევ ლინკს მთლიანად, ვაწვევი კოპირovat, ვხსნი ახალ ტაბს, ვაწვევი Ctrl V-ს, ანუ ჩასხმ paste. ვაწვევი Enter-ს. ველოდებით. ვიდეო დაიწყო. ვაყენებთ პაუზაზე. აქ მარჯვენა ღილაკით მაუსის ვაწვევით და ვირჩევთ სახრანი კაკ. Save as არის ინგლისურად. ვირჩევთ სათქმინა შენახვა, წერთ ვიდეოს სახელს, მაგალითად Supernova. ვირჩევთ სახրանიჭი. ანუ save. როგორც ხედავთ, ეს ვიდეო არის 350 მეგაბაიტიანი. თუ ჩვენ გვინდა უფრო ცუდი ხარისხით, შეგვიძლია ავირჩიოთ მეორე ლინკი. Copy, Ctrl V. მოდი დავაყენებ ამ ვიდეოს პაუზაზე, რადგან ეს ვიდეო ჩაითვირთოს. აი დაიწყო ვიდეომ ჩათვირთვა. ვაწვევით მარჯვენა ღილაკს Save as, სახრანით კაკ. ისე ვირჩევთ სახელს, მე დავტოვებ იგივე სახელს, რაც ქვია, ვაწვევი სახრანით. აი ეს არის 196 მეგაბაიტიანი. 350-იანი არის HD ხარისხი 720p-ს. ამით ეს ვიდეო დასრულებულია. წარმატებებს გისურვებთ.